წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ რუბრიკას, რომელსაც კლინიკური ონკოლოგი მარი კუხალაშვილი წარუძღვება. საგანმანათლებლო სერია ონკოლოგიური დაავადებების პრევენციას, მკურნალობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მიეძღვნება. ვინ უნდა ჩაიტაროს ძუძუს კიბოს სკრინინგი? რამდენად უსაფრთხოა მამოგრაფია? რას მოიცავს თანამედროვე სკრინინგი და რატომ ვერ ანაცვლებს თვითგასინჯვა პროფესიონალურ კვლევას? ამ და სხვა საინტერესო თემებზე მამოლოგი და ქირურგი თემურ გოგიტიძე ისაუბრებს. გახსოვდეთ, დროული სკრინინგი ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას. მოგესალმებით, მე მარიამ კუხალაშვილი ვარ, კლინიკური ონკოლოგი და დღეიდან მეცკრიპტუმის გუნდთან ერთად შევეცდები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის, მკურნალობის და მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვაში. დღეიდან მოგიყვებით ონკოლოგიურ სფეროში მიმდინარე სიახლეების, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების შესახებ და ასევე მოგითხრობთ რეალურ ისტორიებს კიბოზე გამარჯვებული ქალბატონების და მამაკაცების. რადგან მარტი ქალბატონების თვე არის და რადგან ძუძუს კიბო სიხშირით ქალთა პოპულაციაში ნომერ პირველ ადგილზეა, ამიტომ გადავწყვიტე მოგიყვეთ, როგორ შეიძლება ავიცილოთ თავიდან ძუძუს კიბოს დიაგნოზი. დღეს გიამბობთ მეთოდზე, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. ეს არის ძუძუს კიბოს სკრინინგი. ძუძუს კიბო საშუალოდ ყველა მერვე ქალბატონის დიაგნოზია. თუმცა პაციენტები მხოლოდ სტატისტიკის ნაწილი კი არ არიან, არამედ ისინი ცხოვრობენ სრულფასოვანი ცხოვრებით, თუნდაც მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით. ძუძუს კიბოს სკრინინგის დახმარებით შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ ეს დიაგნოზი. ასევე შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიც არის ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია და მათგან გამოწვეული გვერდითი ეფექტები. ძუძუს კიბოს სკრინინგი გულისხმობს ქალთა პოპულაციის გამოკვლევას მამოგრაფიული მეთოდით. მამოგრაფია საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ უმცირესი ზომის წარმონაქმნი სარძევე ჯირკვალში, მაშინ როდესაც ეს წარმონაქმნი ვერ შეიგრძნობა ჩვენს მიერ და არის უსიმპტომო. ძუძუს კიბოს სკრინინგში მონაწილეობა გულისხმობს უსიმპტომო პაციენტების გამოკვლევას. სკრინინგის ევოლუციასთან ერთად დაძლეულია ისეთი დამოუკიდებელი რისკ ფაქტორები, როგორიც არის მკვრივი კონსტენციის სარძევე ჯირკვალი, გენეტიკური პათოლოგიები, ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ისეთი დამატებითი მეთოდები, როგორიც არის ტომოსინთეზი, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია. მამოგრაფიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ძუძუს კიბოს სიკვდილიანობის რისკი შემცირებულია 20%-ით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ ძუძუს კიბოს სკრინინგი ის მეთოდია, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. განსხვავებული რეკომენდაციებია მაღალი რისკის პაციენტებისთვის, რომლებსაც მიეკუთვნება BRCA1 და 2 მუტაციის მტარებლები, ასევე პაციენტები, რომელსაც აქვს ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი და რომელსაც ჩატარებული აქვთ ადრეულ ასაკში რადიაციული თერაპია გულმკერდის მიდამოზე. ასეთ შემთხვევაში სკრინინგის ასაკი განსხვავებულია და იწყება უფრო ადრე, ვიდრე 40 წლის ასაკია და დამატებითი მკურნალობის მეთოდებიც გამოიყენება. ყველა სასურველ კითხვაზე პასუხების მისაცემად მაღალი რისკის პაციენტებისთვის რეკომენდებულია გაიარონ ონკოლოგის და საჭიროების შემთხვევაში გენეტიკოსის კონსულტაცია. სკრინინგის თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარია ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მამოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი, ონკომამოლოგი ბატონი თემურ გოგიტიძე. ის ასევე არის საქველმოქმედო ფონდ ლაიფის დამფუძნებელი. მოგესალმებით თემურ. გამარჯობა, მოგესალმები. მე მინდა ესეთი კითხვა დაგისვათ. ვინ უნდა ჩაიტაროს სკრინინგი და რით განსხვავდება დიაგნოსტიკური მამოგრაფია სკრინინგის შემთხვევაში ჩატარებული მამოგრაფიისაგან? ვის ველოდებით სკრინინგში? პირველი რაც მთავარია სკრინინგში ეს არის უსიმპტომოობა, ანუ ადამიანი, რომელსაც არ აწუხებს არაფერი, იტარებს გამოკვლევას იმისთვის, რომ გაარკვიოს აქვს თუ არა რაიმე მდგომარეობა, რომელიც ონკოლოგიასთან არის დაკავშირებული. და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის საუბარი მხოლოდ კიბოზე. ანუ მე არ მიყვარს არ ვიცი სხვანაირად ვერ ციტყვი, მაგრამ გინდა თუ რა ქვია კიბოს სკრინინგი, ხო, ძუძუს კიბოს სკრინინგი, მაგრამ რეალურად ეს არ არის როგორც პირდაპირ კიბოსთან დაკავშირებული, ხო, ძალიან ბევრი პათოლოგია შეიძლება გამოვლინდეს, რომელიც სრულიად არ არის კიბო და თუ კი შენ მონაწილეობ სკრინინგში, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კიბოს დიაგნოზი დაგესმება, ხო? და ასევე მნიშვნელოვანია, რომ უსიმპტომობა რატო არის ესე ვთქვათ ხაზგასმით, ხო აქ? იმიტომ რომ თუ კი სიმპტომი აქვს რაიმეს
რაიმე დაავადების ადამიანს, მაშინ მას სჭირდება სულ სხვა ტიპის ყურადღება. სულ სხვა ტიპის კვლევა და სხვანაირი, ესე ვთქვათ, დიაგნოსტიკურ პროცესები უნდა გაიაროს. იმას ქვია დიაგნოსტიკური, მაგალითად, კვლევა და სკრინინგისაც შესაბამისად თავისი მეთოდები აქვს. ხო, აი, ძუძუზე როცა ვსაუბრობთ, ეს არის მამოგრაფიის გადაღება და ეს არ გულისხმობს სხვა რაიმე დამატებით კვლევებს, არც კვლევებს და არც ექიმის კონსულტაციებს თუნდაც. ანუ ეს არის მხოლოდ ერთი სურათი, რასაც ქვია, თითო მკერდზე ორი სურათი, ხო? ანუ ესე ჩავთვალოთ. და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანთან გამოვლინდეს მილიმეტრული ცვლილებები, კიბო მილიმეტრების ზომების, მილიმეტრებზე ვსაუბრობთ, ან გამოვლინდეს ისეთი პათოლოგია, რომელსაც შეიძლება 2 და 3 წლის შემდეგ გამოიწვიოს ონკოლოგიური პროცესის განვითარება და ეს არის თითქოს გახედვა ცოტა მომავალში. ეს არის სკრინინგი რეალურად. მე ვსაუბრობდი, რომ ჩვენ რეალურად მართლა მილიმეტრებში გვიწევს გაზომვა ამ დაავადების და სკრინინგის შემთხვევაში უნდა მივიდნენ ის ადამიანები, ვისაც არ აქვს სიმპტომი, ანუ უსიმპტომო წარმონაქმნების დიაგნოსტიკის შემთხვევაში პროგნოზი არის სრულიად კეთილსაიმედო. ამიტომ ის რომ დღეს არ გვაქვს სიმპტომი, ეს არ ნიშნავს, რომ სკრინინგი არ სჭირდება. არა, ქალბატონებს 40-დან 70 წლის ასაკის ინტერვალში უსიმპტომო პაციენტებს სჭირდება სკრინინგში მონაწილეობა და სკრინინგული მამოგრაფიის ჩატარება. შეიძლება ვინმეს აფერხებდეს ის, რომ გადაღება შესაძლებელია თუ არა იყოს რა გარკვეული საფრთხის შემცველი. აი როგორ ფიქრობ? რა შეიძლება უთხრათ? მე მგონი, ხო, ესე ვიტყოდ, რა წლების წინ, ბევრი წლის წინ შესაძლებელია იყო ამაზე აქტუალური საუბარი, რომ დასხივებასთან არის დაკავშირებული გადაღება, მამოგრაფია, მაგრამ დღევანდელ დღეს აპარატურა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დატვირთვა სხივური, ქვია ამას, იყოს იმდენად მინიმალური, რომ ეს შეიძლება რომ არ განვიხილოთ. მაგალითად, როგორც ადარებენ უმრავლესობა რადიოლოგების, ერთი მამოგრაფიისგან ჩვენ ვიღებთ ისეთივე სხიურ დატვირთვას, როგორც ერთი გადაფრენით ერთი ქალაქიდან მეორეში თვითფრინავში. ანუ წარმოიდგინეთ ახლა, რომ დაჯდე და დაფიქრდე, ანუ ხო არ გავფრინდე თუ არა, მაგალითად, დასასვენებლად ქვეყანაში, იმიტომ რომ ამას აქვს სხიური დატვირთვა, მოდი არ გავფრინდები, იმიტომ რომ შეიძლება დავსხივდე. აი იგივე და იგივე სიტუაცია რეალურად გადაღება საჭიროა უმრავლეს შემთხვევაში 2 წელში ერთხელ. ანუ მე თუ დღეს გადავიღე მამოგრაფია, ეს არ ნიშნავს, რომ მე სკრინინგი ჩავიტარებ და მთელი ცხოვრება შემიძლია ვიყო მშვიდად. ხო, სიმშვიდე ძირითადად შემიძლია ვიყო მშვიდად 2 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ 2 წლის შემდეგ შეიძლება რაღაც ისეთი პროცესი წარმოიქმნას, რომელიც არ ჩანდა წინა სკრინინგზე და ეხლა ჭირდება და პლუს ამას თუ კი ექიმი ნახავს სურათს და თulis რომ 2 წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი და ჭირდება 1 წელში კონტროლი, მაშინ შესაბამისად 1 წლიანი კონტროლია. ძირითადად არის 1 და 2 წელი. უფრო ადრე იბარებენ უფრო ადრე ვიბარებთ იმ შემთხვევაში თუ კი უკვე სხვა ისეთი საკითხებია რომ ჭირდება უფრო თქვათ 6 თვიანი კონტროლი, ეს უფრო გადის უკვე სკრინინგის გარეთ, თუმცა ესეც არის ესე ვთქვათ სკრინინგული кейსი ქვია ამას, მაგრამ ძირითადი არის 1 და 2 წელი. როგორ გონია თანამედროვე სკრინინგი, აი მამოგრაფიის მიღმა, რაც შეიძლება გულისხმობდეს? რა იცით, ჩემი აზრით ჩვენ ვცხოვრობ ძალიან კარგ დროში, მაშინ როდესაც ჩვენ რეალურად ხედავთ, რომ გაცილებით უფრო ეფექტური ხდება ჩვენი თვალწინ, ჩვენივე დიაგნოსტიკა და მე თვითონ პირადი პრაქტიკიდანაც ვიტყვი, რომ ის რასაც ვაკეთებდით თუნდაც 5 და 7, 8 წლის წინ, გაცილებით უფრო ეფექტურები ვართ ეხლა და შეიძლება 2-ჯერ უფრო მეტად ეფექტურები ვართ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ეს არა მარტო ეს ძირითადად უბრალოდ არა მარტო ტექნიკის გაუმჯობესებით მოდის, არამედ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი საშუალება თანამედროვე, რომელიც დამყარებულია ტელემედიცინაზე, მაგალითად, როდესაც ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ჩვენი სურათები გადაიგზავნოს მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში, ნებისმიერ ექიმთან, ნებისმიერ ექსპერტთან და ეს ძალიან სწრაფად ხორციელდება და ასევე ემატება ამას, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღევანდელი დღისთვის არის საერთაშორისო მონაცემებით
დადასტურებული, რომ აუმჯობესებს ხარისხ სკრინინგის. ანუ მე არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რომელიმე ექიმს მოწონს, არ მოწონს, ჩვენ გვეშინია მისი, არ გვეშინია. მე ვამბობ საერთაშორისო მონაცემებს, ჩატარებულია უკვე საკმარისად კლინიკური კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მაგალითად ეფექტურობა და გამოვლენა ძუძუს კიბოსის სკრინინგში გაცილებით უფრო მეტია, თქვა 13%-ით კონკრეტულად მეტია, ვიდრე მხოლოდ ექიმის თვალით დანახულ შეფასებული მამოგრამები. და ჩვენ ვღებულობთ ესე თქვა კომპლექსურ სიტუაციას. მაგალითად, ჩვენ ვაკეთებთ სურათებს, ვიღებთ რომელიღაც სოფელში, საქართველოში, ვამბობ მე, ხო, სოფელში. ეს სურათები წარმოიდგინეთ, იგზავნება მაშინვე იგზავნება გერმანიაში ან ამერიკაში, კონკრეტულად ჩვენ ახლა რაც გზა გვაქვს გერმანიაში. და გერმანიაში ასევე პარალელურად ამ გაგზავნის დროს ფასდება ხელოვნური ინტელექტით და გერმანიაში ჩასული სურათს გერმანელი ექიმი უყურებს. და ჩვენს დასკვნას ასევე ამოწმებს გერმანელი ექიმი. და შემდეგ მოდის უკვე პასუხი, რომ ამ პაციენტს არაფერი არ ჭირს და შეუძლია 2 წელი არ მოვიდეს. და ვხედავთ, რომ ამის დიაგნოსტიკის ეფექტურობა იგივეა, რაც ამ პაციენტს გერმანიაში ჩაუტარებია სკრინინგი. აი ამის საშუალებას გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიები და ჩემი აზრით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ხარისხი საქართველოში. ეს თქვენს ჰოსპიტალში შესაძლებელია. კი, ეს ჩვენს ჰოსპიტალშიც კი არა, უკვე დღევანდელ დღეს შესაძლებელია ყველა ჰოსპიტალში, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს განახორციელოს და იმედი მაქვს, რომ საკმაოდ მალე განვითარდება ყველგანაც. მე როდესაც ამ გადაცემისთვის ვემზადებოდი და მამოგრაფიის მიღმა ვეძებდი, რით შეიძლება სკრინინგის გაუმჯობესება, ნახე კვლევა, სადაც ესე ვთქვათ, რისკი ძუძუს კიბოს განვითარების 25%-ით მცირდება იმ შემთხვევაში, თუ კი ჩვენ ცხოვრების ჯანსაღწესს მივსდევთ. კვება, როგორიც არის ფიზიკური აქტივობა და თან ეს ყველაფერი გამოითვლება არა ზოგადად პოპულაციაში, არამედ high risk ჯგუფებში, ეგრეთ წოდებული მაღალი risk ჯგუფებში, ასე რომ ცხოვრების ჯანსაღწეს, ფიზიკურ აქტივობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რისკის, ძუძუს კიბოს რისკის შემცირებაში. ერთ საკითხს შევეხები, რომელიც შეიძლება იყოს, მითი, ესე შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ამ საკითხის გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავასრულებდი. ზოგჯერ ადამიანებს გონიათ, რომ თვითგასინჯვა არის მნიშვნელოვანი და თუ ვთქვათ, ქალბატონი ვერ შეიგრძნობს, წარმონაქმს ან რაიმე ჩივილი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში არ სჭირდება გამოკვლევა. კარგად შესრულებული თვითგასინჯვა ნამდვილად დამეთანხმები, რომ ვერ ჩაანაცვლოს მამოგრაფიას. აი უფრო მეტად რომ განვახცოთ. მე ძალიან ბევრ კოლეგებთან და არა კოლეგებთანაც მაქვს ამაზე ხშირად დისკუსიები. ბევრს არ მოწონს იმას, რომ ვიძახი, რომ არ არის საჭირო თვითგასინჯვა. თითქოს ასეთი მესიჯი მაქვს მე, მაგრამ სულ ასე არა. თვითგასინჯვა ძალიან საინტერესოა, რომ ერთი პერიოდი იყო, დაახლოებით 10-15 წლის წინ ალბათ, როდესაც თვითგასინჯვა იყო წარმოდგენილი როგორც დიაგნოსტიკის ყველაზე პირველი მეთოდი და აი მაგალითად თუ კი ადამიანი მოვიდა და კვანძი აქვს და კიბო დადასტურდა, აი რატო არ ისინჯავდი თავს, რო გაგესინჯა და ეს გადადიოდა ესე პაციენტზე რა, ხო ხდებით? მაგრამ ჩატარდა, ამას არ ჭირდება ჩვენი აზრი, ჩატარდა ამ ხრივაც სერიოზული კლინიკური კვლევები და არის მონაცემები იმის შესახებ, რომ თვითგასინჯვი, ანუ შეადარეს ქალბატონები, ვინც თავის თავს ისინჯავდა და ვინც არ ისინჯავდა და ეს დაახლოებით მე მგონი სადღაც 100,000 მოსახლეზეა ჩატარებული და შედეგი მკურნალობის გამოჯანმრთელება და ასევე ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტიკა ამ ორ ჯგუფს შორის არ ყოფილა. ანუ თვითგასინჯვა არ გვაძლევს ჩვენ გამოჯანმრთელების მაღალ პროცენტს. ამისგან განსხვავებით სკრინინგი 30-40%-ით უფრო მეტად გვაძლევს გამოჯანმრთელების გარანტიას. როდესაც ადამიანი იგრძნობს თავისით კვანძს ძუძუში, ეს კვანძი უმრავლეს შემთხვევაში არის კეთილთვისებიანი კვანძი, მაგალითად ცისტა, მაგალითად ფიბროადენომა, რომელიც იდეაში საერთოდ არ საჭიროებს არანაირ კვლევას. და წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი შეშინებული მირბის შემდეგ კლინიკაში უკეთდება გამოკვლევები, გარკვეული უკეთდება ბიოპსიები და საბოლოოდ გამოდის, რომ არ შეემჩნევია ამ ადამიანს ეს კვანძი, არ დაჭირდებოდა ეგ არასაჭირო კვლევები. ჰიპერდიაგნოსტიკა ტარდება.
და ამავდროულად ეს არ მოქმედებს ადრეულ კიბოს გამოვლენაზე. შესაბამისად, დარჩა ერთი თანამედროვე, ესე ვთქვათ, შეხედულება თვითგასინჯვაზე. თვითგასინჯვა ჩვენ გვეხმარება, რომ კარგად აღვიქვათ საკუთარი სხეული, მაგალითად, ხო? კარგად გავიგოთ, როდის რა პერიოდებში, ვთქვათ, იგივე ციკლის რომელ პერიოდშია უფრო მკვრივი მკერდი, როდის არ არის, როდის უნდა მივაქციოთ მას ყურადღება. შეიძლება კი, რა თქმა უნდა, თუ კი აღმოვაჩინეთ რაიმე საპრობლემო უნდა მივიდეთ დროზე იქიმთან, თუმცა ეგ არ არის ის, რითაც უნდა ჩავანაცვლოთ მამოგრაფიული სკრინინგი. ესაა მთავარი. რაც არ უნდა გამოვიკვლიოთ თვით გასინჯვით მკერდი, ერთ წელში ან ორ წელში ერთხელ მამოგრაფიას ეს ვერაფრით ვერ ჩაანაცვლებს. მამოგრაფიას ალტერნატივა. და არ შეიძლება იმის თქმა, რატო უნდა გადავიღო მამოგრაფია, თუ კი მე ყველა თვე თუ ორ თვეში ერთხელ ვისინჯავ მკერდს. მე არ მჭირდება მამოგრაფია, ამის თქმა არ არის სწორი. და გაცილებით უბრალოდ ჯობია რომ არ ჩაიტაროს თვითგამოკვლევა პაციენტმა და მივიდეს წელიწადში შეზღუდვა მამოგრაფიას. რა სიტყვით, ანუ ძუძუს ეხოსკოპია ანაცვლებს თუ არა მამოგრაფიულ გამოკვლევას? ერთ-ერთი კიდევ ძალიან ხშირი საკითხია, რა თქმა უნდა, რადგანაც თუნდაც იმიტომ რომ ვიცით რომ არ აქვს სხიურ დატვირთვაზე არ არის საუბარი ულტრაბგერას შემთხვევაში არ აქვს რენტგენი არ არის და მეორე უფრო ადვილი გასაკეთებელია, უფრო ადვილად დასაორგანიზებელია. ხო და რა თქმა უნდა, წარმოიქმნება კითხვა, რატომ არა, რატომ ვიკეთებ ჩვენ მამოგრაფიას და თუნდაც მაგალითად 6 თვეში ერთხელ რო ჩავიტაროთ ულტრაბგერა, რატომ არ არის იგივე, ხო? მე ხშირად ვადარებ სკრინინგს TV's ზვინში ნემსის პოვნას. ხო, აი წარმოიდგინეთ ჩვენ ექიმები TV's ზვინში ვეძებთ ნემს. რა შეიძლება გავაკეთოთ? ამისთვის შეიძლება ეს TV's ზვინი, რა ვიცი, დავშალოთ, ვეძებოთ, ხო, ვერ ვნახოთ შეიძლება, მაგრამ არსებობს მეთოდი, რომელიც ასხივებს, სხიური დატვირთვით, სხივებით აჩვენებს ძალიან კარგად, სად რომელ მიდამოში არის ნემსი, რომელსაც ვერ დაინახავს სწორედ ულტრაბგერა. ეს არის წერტილები, ეს არის მილიმეტრზე ნაკლები პატარა წერტილები, რომლებიც რატომ არის 40-ის ზემოთ სკრინინგი და რატომ არა, ხო? იმიტომ რომ ძუძუში ძუძუს სიმკვრივე არის ისეთი 50-დან მაგალითად ევროპაში, 40-50 წლის მერე ძუძუს სიმკვრივე გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ სხივით კარგად დავინახოთ და გავარჩიოთ პათოლოგიური პროცესი და ეს არის 1 მილიმეტრის ფარგლებში, რასაც ულტრაბგერის გარჩევადობა არის 3, 4, 5 მილიმეტრიდან იწყება და არა 1 მილიმეტრი. ამიტომ ორივე კვლევა არის გადასარევი, ოღონდ სკრინინგში პირველი დღევანდელი დღისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, მამოგრაფია. მამოგრაფია არის ოქროს სტანდარტი და ყველა სხვა დანარჩენი მეთოდი არის დამატებითი. საჭიროების შემთხვევაში. მე ვიცი, რომ შენი როგორც ექიმის, მოქალაქის როლი ამ სოციალურ პასუხისმგებლობაში, რაც სკრინინგის პრომოცია ქვია, ძალიან მაღალია. ასევე თქვენი ფონდიც ემსახურება, ფონდი ლაიფი ამ სოციალურ პასუხისმგებლობას და უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ ყოველდღიური სტრესის ფონზე ალბათ ადამიანებს გამოგრჩება ის, რომ სკრინინგის სოციალური პასუხისმგებლობაა და ამ რუბრიკის ფარგლებში და ამ რუბრიკის საშუალებით მე მინდა მოუწოდო ყველას, რომ სკრინინგი ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და დაწესებულების ხელმძღვანელებს ყველა პასუხისმგებელ პირებს ვუთხრა, რომ კიდევ ერთხელ შეახსენეთ თქვენ თანამშრომლებს, რომ სკრინინგის შეტარება არის აუცილებელი, სკრინინგი გადაარჩენს ქალთა სიცოცხლეს და ეს არის უდიდესი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელშიც ძალიან დიდი როლი მიგიწვით თქვენ. ასე რომ ნამდვილად გეთანხმები, ეს არ არის ერთი ადამიანის პრობლემა. ისევე როგორც მაგალითად ქალბატონის ავადმყოფობა არ არის მხოლოდ იმ ქალბატონის პრობლემა, ხო? მის უკან დგას ოჯახი, შვილები, შვილიშვილები შეიძლება იყოს, იმდენი ადამიანი ვარდება ამ სიტუაციაში, როდესაც ისმება ძუძუს კიბოს დიაგნოზი, ხო? იმდენივე ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ეს დიაგნოზი არ დაისვას, მით უმეტეს არ დაისვას გვიან სტადიაზე და თუ კი ერთად გავაკეთებთ ამას ყველაფერს, ჩემი აზრით და ესეც უკვე დღევანდელ დღეს კეთდება ხშირად ჩვენთანაც და ხედავთ ძალიან კარგ შედეგებს და ეს შედეგების თუ გავითვალისწინებ, თუ გავითვალისწინებთ, არ შეგვეშინდება ამ სიტყვის სკრინინგის და არც მამოგრაფიის და მისი გაკეთების. ნამდვილად. დიდი მადლობა ბატონ თემურ, ნახვამდის. მადლობა დიდი მოწვევისთვის, მადლობა დიდი ასეთი თემის გაშუქებისთვის.